ქართული ოცნება გატყუებთ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მთავარი პროპაგანდისტული იარაღი წლებია მეორე ფრონტის გახსნით ხალხის დაშინებაა. ეს არის უზნეო ტყუილი, მხოლოდ იმიტომ, რომ დარჩნენ ძალაუფლებაში, კიდევ უფრო მეტი ფული იშოვონ. თქვენს ხარჯზე, თუმცა გადახედეთ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს. პრორუსულმა ძალებმა მოლდოვაში არჩევნები წააგეს. ოცნების ლოგიკით ახლა იქ ომი უნდა იყოს. მოლდოვაში ომი არ არის. პირიქით, ქვეყანა სტაბილურად ვითარდება და ევროინტეგრაციის ჩქაროსნულ გზას ადგას. უნგრეთი, კორუმპირებული ვიქტორ ორბანი ზუსტად ასე ატყუებდა საკუთარ მოქალაქეებს, როგორც ივანიშვილი ატყუებს. თუ მე არ ამირჩევთ, თქვენ შვილებს ომში წაიყვანენო. ერთხელაც დაფიქრდნენ უნგრელები. ეს კაცი ხო არ გვატყუებსო. ორბანი დამარცხდა. შედეგი. უნგრეთში ომი არ არის. სამაგიეროდ ევროკავშირისგან უდიდესი დახმარება წამოვიდა. სომხეთი. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მე არ მინდა რუსეთი, მინდა ევროინტეგრაცია. შედეგად დასრულდა დამანგრეველი ომები. სომხეთი უმსხვილესი გეოპოლიტიკური პროექტების ეპიცენტრშია. რუსეთმა ვერ შეუშალა ხელი სომხეთს, იმიტომ რომ სომხეთს აქვს ძლიერი ზურგი ევროკავშირის სახით. სანამ სომხეთი ფიქრობს, როგორ გააუმჯობესოს ბავშვების, მშობლების, პენსიონერების სოციალური მდგომარეობა, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, ქვეყანა იძირება კორუფციის ჭაობში, პენსიონერები ნაგავში იქექებიან და ნაცვლად გამოსავლისა კობახიძე მშიერ ხალხს თავაზობს ფასების კომისიას, რომლის ბოლოს იაფი ფასები კი არ მიიღო მოსახლეობა, არამედ როგორც თავად კობახიძემ თქვა, ანალიტიკური ნაშრომი. ანალიტიკური ნაშრომი უნდათ მშიერ ბავშვებს? მეტიც ხელისუფლების პროპაგანდისტები ისეთი უზნეოები არიან, კუჭზე არ იფიქროთო. მშიერ ბავშვებს ეუბნებიან ამას. მშვიდობა ვერ იქნება ქვეყანაში, სადაც დედამ არ იცის, როგორ გამოყვებოს შვილი. ევროპული გზა ნიშნავს ზუსტადაც არა ომს, არა შიმშილობას, ნიშნავს ღირსეულ ცხოვრებას და ჯანდაცვას და განათლებას. არ მოატყუებინოთ თავი ქართული ოცნების წევრებს. მე 4 შვილის დედა ვარ და ვინმე რომ მკითხოს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ეს არის მშვიდობა. არც ერთი დედა არ გაგცემ სხვანაირ პასუხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროკავშირს ომი არც აწყობს. ომი ნიშნავს ნგრევას, ბაზრების დაკარგვას, ინვესტიციების გაქრობას. ევროპაში ხელისუფლებები ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. ვფიქრობთ, ჩვენი ომში ჩართვა ევროკავშირს რაში სჭირდება? არც ერთი ევროპელი ამომრჩეველი არ მისცემს ხმას მთავრობას, რომელიც ომში ჩათრევას უპირებს ხალხს. ევროკავშირი არის სტანდარტი, სადაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მაღალი ღირებულებაა. როგორ უნდა უნდოდეს ევროკავშირს ომი? ეს არის ხარისხიანი წამალი, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, ხელმისაწვდომი ოპერაციები. ევროკავშირი არის გარანტია იმისა, რომ ხვალ ზეგ ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე სახელმწიფო იზრუნებს. შეიძლება ძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს ითხოვდნენ კანცელარიასთან წვიმაში და ღამეში. ევროკავშირში ამას ვერ ნახავ. ეს არის ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დაცული, ყველაზე მშვიდობის მოყვარე გაერთიანება. ევროკავშირის რომელ ქვეყანაშია ომი? არც ერთში. ევროკავშირის შექმნის შემდეგ ქვეყნებმა ამოისუნთქეს და დატკნენ მშვიდობით. ევროკავშირის დაარსების დღიდან დღემდე არც ერთი ომი არ მომხდარა. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი. 2012 წელს ევროკავშირს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. ზუსტად იმისთვის, რომ მან ევროპა ომის კონტინენტიდან მშვიდობის კონტინენტად აქცია.